პროცესებში გადადის, იმიტომ რომ ეხლა როდესაც საუბრობენ რომ ვენეციის კომისიის რაღაც დირექტივა უნდა შევასრულოთ, ეხლა თუ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში არის კონსტიტუციის ჩანაწერი ამის შესახებ, მაშინ ესე იგი ეს დასაშვებია, იმიტომ რომ ეხლა თქვენ კარგად 21 საუკუნეში სიკვდილით დაჟა მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვინმე თქვა რომ ამერიკა არის არადემოკრატიული ქვეყანა? შეიძლება 21 საუკუნეში სიკვდილით დაჟა მოქმედებდეს სადმე, მაგრამ მოქმედებს ხო ამერიკაში, თუ იმ ხალხს უნდა ეს. ამიტომ ჩვენ რას ვითხოვთ, რამეს ვითხოვთ განსაკუთრებით, როცა აქ აღინიშნა და საზღვრების დემარკაცია არ მოხდა, როდესაც ტერიტორიალობა არ არის ადგენილი, როდესაც ამდენი ტოლვილი ყავს, როდესაც სოციალური ფონი არის მძიმე, როდესაც ერთ-ორად ბიზნესმენ შეუძლია მთელი საქართველოს იყიდოს, იმიტომ რომ იქ თუ ღირს რაღაცა თქვა $10, აქ ღირს $2, ხო? იმიტომ რომ ხო, და ამიტომ ეხლა მე ერთი რამე არის რა, რომ ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ქვეყანაში საგრძნობლად საშინელი დემოგრაფიული მდგომარეობაა, ხო? მე არ ვიცი, ეხლა ისრაელში მაგალითად მოქმედებს ესეთი წესი, რომ დედის ხაზით ვინც არ არის ეთნიკურად ებრაელი, ის საერთოდ ვერ იყიდეს იქ მიწას. ეხლა ეს რომ თქვა, საერთოდ ფაშისტად მოგრათვავენ, ამიტომ შეიძლება კოცონზე დამწყო. ამიტომ ეხლა ისრაელში საერთოდ გამკაცრებულია ყველაფერი და ჩვენ როდესაც გარშემო ამდენი მეზობელი ყავს, რომლებიც კბილებს ილესავს, რომლებსაც ჩვენი მიწები წაღებული აქვს. არაერთი არ არსებობს მეზობელი ჩვენი მიწა რო არ ქონდეს წაღებული, ხო? და აი ამ ფონზე გამოდიხარ და ლაპარაკობ იმის შესახებ, რომ თურმე ქართული ხალხი ზარმაცია და თუ მიწები დაუმუშავებელი არის, რატომ უნდა იყოს დაუმუშავებელი? მიეცით სესხები დაბალ პროცენტში და ნახოთ თუ იქნება დაუმუშავებელი, იმიტომ რომ ქართველი კაცი არ არსებობს, რომ ზარმაცი იყოს და გამორიცხული იყოს. დღეს არ არის დაცული ჩვენი სოფლის მეურნეობა და მისი პროდუქტები, ამიტომ ხელისუფლება უნდა გაითავისოს ეს და ის შეხვედრა კიდე იყო ესა ცინიზმი, ეს იყო სილის გაწნა ქართული საზოგადოების მიმართ. იმიტომ რომ ჯერ ერთი ესეთი დაყოფა საზოგადოების კომუნისტებად და არაკომუნისტებად ეს არის შეურაცხყოფელი. სხვათა შორის ქართული ოცნების წევრებმაც თვითონ დაგმეს ეს განცხადებები, იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე კომუნისტებსაც აქვს ცხოვრების უფლება და არაკომუნისტებსაც და არ შეიძლება ესეთი ფაშისტური განცხადებები. ეს არის ფაშისტური განცხადებები, იმიტომ რომ შენ როდესაც ადამიანების დისკრიმინაციას აღწევ რაღაცა ნიშნით, ეს არის ფაშიზმი. და ერთი მაინტერესებს კომუნისტებზე მეტი გააკეთეს ამ ხალხმა. კომუნისტი იყო ვასილ მჟავანაძე და ფშხილის ოდენად თუ აქვს გაკეთებული მათ ამ კაცზე. ამიტომ იცით რა არის ის, რომ არ შეიძლება ესე საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენო და მე როდესაც ადამიანის შეცდომას უშვებ, ეს უნდა აღიარო და მე იმ შეხვედრაზე ზოგიერთი ქმედებებმა გამახსენა ნოჩი მიხეილ სააკაშვილის ქმედებები, იმიტომ რომ ესეთი არაჯანსაღი პოზიცია, ესეთი შეშლილი დამოკიდებულება, ესეთი აღვირახსნილი კამპანია, ესეთი ცინიზმი, ეს მე კაიხანი არ მინაკი. და კიდე მადლობა უნდა უთხრა ხალხს, რომ იქ ხალხი არა ვარ და იმ სცენაზე და სვიპირი არ დაუნაყა ამ ხალხს, იმიტომ რომ რა იყო ახლა ის იქ რა ითქვა ისეთი ხალხი ითხოვდა მიწას და გამოვიდა მე თქვენ და მიშა-მიშას ითხოვდა ხალხი. აი წარმოიდგინეთ რა დონის ცინიზმი. ეხლა მე ვიყავი ფილარმონიაში და თურმე იქ ვიღაცა ითხოვდა მიშა-მიშას. და ამ პირიქით მიწაზე იყო ძახილი. და მიშა-მიშას ითხოვდა ხალხი. აი ამ დონის ეს სრული კრეტინები და მე კიდე ის ახალგაზრდები ხარ რას ითხოვდნენ მუშების უფლებები დაიცავიტო, ხო? და როგორ შეიძლება ხარ რომ იმათ ეძახო კომუნისტები და ისინი რა გაუნათლებლები. თვითონ იციან საერთოდ კომუნისტის მნიშვნელობა? მე ჩემს ზღამ შეიძლება მიუღებელია კომუნისტმა, როდესაც ჩვენ ჩინეთთან გაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ხელშეკრულება დადებული და მოკავშირეა ჩინეთი და გიცით რომ კომუნისტური პარტია ჩინეთში არის მართველი პარტია, შეიძლება რომ ესეთი განცხადებები აკეთო მით უმეტეს პარლამენტის თავმჯდომარემ? ამიტომ ვიცით რა შესაძლოა, არ შეიძლება, ეს არის უწიფრობა. და თუ არ გაითვალისწინებენ, მაშინ გადავინაცვლოთ პროცესები. ხო, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბატონიკა წარმოაჩინეს, რომ მარტო ყვირილით და ესე ვთქვათ, დებოშით სიმაგრეს ნუავლენთო აკადემიურ ხარისხშიო წარმოგვიდგენთ რა გსურთ და რა გნებავთო. თვითონ შეუწყეს ხელი ამ ყვირილს, იმიტომ რომ იქ როგორ არის ცით მე მახსოვს აი შევარდნაძე რო ჩავიდა სამეგრელოში და კინა უნივერსიტეტში რო იყო ეს ვიადისპური ფლანგი ისეთ რაღაცებს ეძახდა და რამის კვერცხებიც და ქვებიც ესრულეს რომ კაცი ძალიან ისეთ აი დიპლომატიურად შეხვდა ყველაფერს იქ გამწოვება სიტუაციის მათგან მოხდა ხა შე რო ბოდიშ და კომუნისტებს ეძახი და უწიგნურებს ხალხს რა თქმა უნდა ეს გააღიზიანებს ესეც იგივეა იცით ეხლა რომ სტადიონზე არის შეკრებილი მაყურებელი ვიღაცა ფეხბურთელი ადგეს და აი ესე აგინოს მთელი 80,000 კაცი ხო შეიძლება ის 80,000 კაცი ჩავარდეს და ბოდიშ და რა ტრაგედია დატრიალდეს ხო ამიტომ
იქ ხალხი სხვათა შორის, აი თავიანთი მომხრეები უფრო მეტი იყო ქართული ოცნების, იმიტომ რომ იქ იყო გამგეობებიდან, პედ კოლექტივის რაღაცა ფთებიდან, ისინიც კი აშფოთებული იყვნენ აი ესეთი დამოკიდებულებით. და იქ შვიდად ჩაივიდა ყველაფერი, იყო ორი მიკროფონი, ყველა თავისას იტყოდა და დამთავრდებოდა ამით ყველაფერი. ხო, მიეცა უბრალოდ ის თავისას იტყოდა, იმიტომ რომ ეს არის დემოკრატია, ხო? და ამერიკაში რა ხდება, კვერცხებს ესვრიან წინასაარჩევნო აგიტაციის დროს და პრეზიდენტობის კანდიდატები მოკლეს, კენედი და გახსოვთ ალბათ და უამრავი ისეთი ძიმე რეიგანს ესროლეს და რეები დატრიალდა და აქ ეხა ჩვენთან არის ყველაფერი დემოკრატიულად, მაგრამ კიდევ ერთხელ შე რო შეურაცხყოფას მიაყენებ საზოგადოებას, უწიგნურს უწოდებ და კომუნის უწოდებ, ხო? იმ ხალხს, რომლებიც მართლა მთელი ცხოვრება კომუნიზმს ებრძოდა, ეს რა თქმა უნდა, ეხლა ეს არის შეურაცხყოფა. და ის რო ჩაიშალა, ეს არის მათი ბრალი და აი ბექანაციშვილი გამოვიდა პარლამენტის დეპუტატი და თვითონ დაგმო აი ეს საქციელი თავიანთი ხელისუფლების, იმიტომ რომ თვითონ ხელი შეუწყეს ამას და ის ვაზელინ შეცხებილი ხალხი, რომლებიც იქ არიან ქართულ ოცნებაში, მაინც იძახიან, რომ ჩვენი ბრალი არ იყო. იცი რა, ყველაზე დიდი ღირსება ის არის, როდესაც ადამიანი შეცდება და შენ იტყვი, რომ მე შევცდი და არა ის, რომ უტიფრად აცხადებ, რომ მე ვარ ყველაფერში მართალი, ხო? მადლობა. ბატონო სუსო, აი ბატონო ნიკამ ძანა რომ